დილამშვიდობისა საქართველო კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ ქვეყანაში და გვადევნებთ თვალყურს პლატფორმებზე, როგორც რადიო იმედის, ისე ტელე იმედის. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ეს დრო ეთმობა საუბარს კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და მიხეილ ცაგარელი ყავს საეთერო სტუდიაში. სიამოვნებით მივესალმები მას. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე კვირა, ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ და მოდით ახლა ასტროლოგიური პრინციპი გაგახსენოთ, რომელია ჩვენი, ვინც გაფრთხილებულია, შეერაღებულია. რატო ამბობ? იმიტომ რომ კვირა უნდა გაიყოს ორ ნაწილად და კარგად, ესე იგი, მიაქცეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ პირველი ნაწილი ეს არის 16 ივლისამდე. რთულია, დაძაბულია, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, სამშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა, მძიმე ენერგეტიკული დღე და 16 რიცხვიდან იწყება უკეთესობა. დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, ამ თვის ბოლომდე, შესაბამისად შესაძლებლობები გაცილებით მეტი ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება 16 რიცხვიდან. ერთი თავსაც უკეთ იგრძნობს ყველა აბსოლუტურად, იდეების რეალიზაცია უფრო მეტად შესაძლებელი იქნება, ურთიერთგაგება მოიმატებს ადამიანებს შორის და ამიტომ ეცადეთ რომ თუ რაღაცა გაქვთ იდეა, პროექტი, მოლაპარაკება, ხელშეკრულება გინდა და ასე შემდგომ ამდენი ხანი მოგითმენიათ, ცოტაც მოითმენეთ, ხო? 16 რიცხვიდან განახორციელეთ ყოველივე ეს იქნება გაცილებით უპრიანი და სწორი და წარმატებული. მაგრამ 16-მდე ხარ რას ვაკეთებ ჩვენ ხუთშაბათ დღემდე, ანუ პირველ რიგში გავითვალისწინოთ დღეს, ცოტა რთული პერიოდი, ერთი ახალმთვარეობის წინა დღეა ეს ერთი. და მეორეც ერთი გავითვალისწინოთ რომ დღეს ხდება ცის კაპოდონზე ძალიან ესეთი საინტერესო ფიგურის წარმოქმნა, პლანეტა პლუტონი, მძიმე ენერგიების მმართველი ქმნის საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობებს გამარჯვების პლანეტა იუპიტერთან და ასტეროიდ ქირონთან. ეს დაძაბულობა ამ სამ ენერგიას შორის რა შექმნის? თითქმის 30 ივლისამდე გასტანს ეს დაძაბულობა რა შექმნის? პირველ რიგში შექმნის სირთულეებს მოლაპარაკებების წარმოების დროს. მათი უმრავლესობა არ მიდის ისე როგორც საჭიროა, ან შეიძლება სირთულეები მოყვეს ამ ურთიერთობებს და ასეთ სახის მოლაპარაკებების შემდგომ კიდევ უფრო უარესი. ეს ერთი. მეორე, ეს ასპექტი ქმნის დაძაბულობას და გარკვეულწილად განხეთქილებას სამთავრობო სტრუქტურებსა და სოციუმს შორის. ეს კი საკმაოდ სახიფათოა, რატომ? იმიტომ რომ ამან შეიძლება სერიოზული დაძაბულობები გამოიწვიოს. ამიტომ სამთავრობო სტრუქტურებს თხოვ მაქსიმალურად კეთილშობილურად მოეპყრონ საზოგადოებას, მის თხოვნას, მათ განცხადებებს და ასე შემდგომ გაუჯანჯლავენ, მისცემენ ისეთ პასუხებს, რამაც შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. ეს ტენდენცია აუცილებლობა არა, მაგრამ ტენდენცია არის. და მიაქციოთ ამას ყურადღება. ეხლა მოდით დავუშვათ ისიც, რომ ხვალ ახალმთვარეობა გვაქვს, ახალმთვარეობა სათხდება, ანუ ეს არის მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება კირჩხიბის ზოდიაქოში. კირჩხიბის ზოდიაქოში ახალმთვარეობა განსაკუთრებულია, რეაგირება საკმაოდ ძლიერია ტრადიციულად, იმიტომ რომ თვითონ კირჩხიბს მართავს მთვარე. და როცა აქ ხდება ეს ამბავი, რასაკვირველია, მაშინ უკვე ემოციურობა ადამიანისა გადადის ყველანაირ ზღვარს. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, სამშაბათს უკვე დღეიდან, მაგრამ სამშაბათს განსაკუთრებით და არ აღვეთ პროვოკაციებს. არავით არის ზედმეტი ეჭვიანობა, არავით არის ფიქრი წარსულზე, გადამეტებული სინანული, აგრესია, დეპრესია, კონფლიქტურობაც აქედან გამომდინარე მატულობს და არაფერი ახალი არ დაიწყოთ. ახალმთვარეზე ჯობია ძველი საქმე დაასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, არავით არის საყიდლები, არავით არის ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები სამშაბათს. სამშაბათი დღე არ აყვეთ ჯირიც მანქანით, იმიტომ რომ ზოგიერთი პროვოკატორი აქაც გამიშდება და სიტყვიერ, ასე ვთქვათ, პრობლემებსაც მიაქციათ ყურადღება, იმიტომ რომ ზოგიერთი ესდება სიტყვიერად, გესლიანად გამოგიყვანოთ წონასწორობიდან. ამიტომ ამ თვალსაზრისით სამშაბათი გავიაროთ 7 და წყნარად, არაფერი ახალი არ დავიწყოთ, თუ გინდათ რაღაცა დაგეგმეთ, მაგრამ ჯერ არ დაიწყოთ. და არავით არის საყიდლები ამ პერიოდში. ესე იგი, ახალმთვარეობის დროს გაუფრთხილდეთ კუჩნაზლავის ზონას, იგი სუსტდება და ამიტომ სწორი კვება სამშაბათს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება არასწორი კვების შედეგად მერე ინტოქსიკაციური პრობლემები დაიწყოს ორგანიზმში და სულაც არ არის ეს თავისთავად სასურველი. ასევე მოდით ავუშვათ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც კონფლიქტების დაძაბულობის ტენდენცია ახლობლებთან, ნათესავებთან ძალიან მაღალია. ამიტომ აქ პატარა წვრილმანზე კონფლიქტებთ, შეხვალთ რაღაც კამათში, რაც შეიძლება მერე გადაიზარდოს არასასურველ, ასე ვთქვათ, პრობლემებში და უსიამოვნებებში. მით უმეტეს 16 რიცხვიდან ეს პრობლემები ადვილად გაერკვევა და ადვილად მოიხსნება, მაგრამ იქამდე შეიძლება ზედმეტად დაძაბოთ ეს ურთიერთობები. ამიტომ იყავით ამ თვალსაზრისით უფრო ფრთხილი ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან მიმართებაში 16 რიცხვამდე. და ახალმთვარეობა თქვენიცით ეს დღეა, რომლის ველობისას არ უნდა აყვეთ შიდა, მოდი ასე ვთქვათ, პროვოკაციებში და პროვოკაცია რას ქვია?
ცუდი აზრების აკვიატება. აი ამის ტენდენცია ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ადამიანი თუ აკვიატებას დაიწყებს რასულია, მან შეიძლება მე აკუმულაცია მოახდინოს ამ ენერგიის იმ დონეზე, რომ მე ის უკვე რეალიზაციაში გადავა მატერიალიზაციის სახე და როცა აუხდება, მე მეუბნებიან, აი მე ხო გძნობდი და აბრალებენ ამას ინტუიციას და აქ ინტუიცია ფერშუაში არის, თქვენი გონების ხრიკი აკეთებს ამას. იზიდავს ამ ენერგიას და მე ქმნის ამ სიტუაციას. აი ეს ხიფათიც ჩვენ გვაქვს სამშაბათს. ამიტომ თვალსაზრისით ვიღოთ ყურადღებით და ეს ნეგატიური ტენდენციები ვაკონტროლოთ. ეხლა ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, სარგებლოდ პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია და არამც არავის შეშინება არ გვინდა, მაგრამ როცა მე ვიღებ მე საყვედურს და ძირითადად კარგს საუბრობ, ქონია ესეთ ექსპერიმენტიც, კარგზე საუბრობ და მე მოდი საყვედური კი მარა ესეთ პრობლემები რო ყოფილა თურმე რატო არ გაგვაფრთხილეთ, ხო? ამიტომ მე გადავწყვიტე ნეგატიურ ტენდენციებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო. ეს ის არის რაც ადამიანს თორსობას უშლის ხელს გამიტარდა, როცა თქვენ ამას ითვალისწინებთ. მაშინ უფრო წინ დახედული ხართ, უფრო ფრთხილი ხართ, სწორად მოქმედებთ და ეს დადებითი უფრო უკეთ ვლინდება და ჩანს კიდეც და რეალიზდება. ამიტომ საგანგებო გაფრთხილება ნეგატიური ტემპერატურა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კვირა გექნება ცუდი. კიდევ ერთხელ მინდა ეს სწორი დამოკიდებულება იყოს. შეიძლება სულაც არ იყოს და ძალიან კარგი კვირაც იყოს, მაგრამ აი ეს კალთქვეშა დინებები გავითვალისწინოთ, რომ თუ წარმოიქმნა, თქვენ იყოთ ამისთვის მზად და შეცდომა არ დაუშვათ აქედან გამომდინარე. მაშინ გაცილებით უკეთ იგზნობთ თავს, თავისთავად. და მოდი ამუშოთ ახლა რომ მაგალითად ისეთი დღეები როგორც არის 4 შაბათი, 5 შაბათი ითხოვენ ყურადღებას გულსიძარღვანი სისტემის მიმართ. რატო? იმიტომ რომ სუსტდება გული, ესე იგი ამ დღეებში არავით არის საუნა, სოლარიუმი, არავით არის აბანო, არავით არის უჰაერო სივრცეები, მაქსიმალურად მოერიდეთ სიმძიმეების, ასე ვთქვათ, აწევას და აქ მოვერიდოთ ზედმეტ ნერვიულობას და ფიზიკურ ემოციურ გადავლას. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს გულზე და გული ამ დღეებში დასუსტებულია. ზედმეტად მისი გადაღლა, გადატვირთვა არ არის საჭირო. პრობლემა გაქვთ, გადაწყვიტეთ ტვინით. გულს თავი დაანებეთ ამ 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ის მერე რა რეაგირებას მოახდენს და რა პრობლემა შეიქმნის კაცმა არ იცის. ამიტომ გავუფრთხილდეთ მას ამ 2 დღის განმავლობაში. რაც შეეხება პარასკევს და შაბათს, ძალიან კარგი დღეებია დალაგება დასუფთავებისათვის, ქიმწმენდისათვის, მაგალითად, აი, გინდოდათ რაღაცა რომ გადაგეყარათ, რაღაც ძველი ნიფთი, რომელიც დიდი ხანია აპირებთ, რაღაცა გიშლით ხელს, აი, ახლა მოიშორეთ, განთავისუფლდით და ახლებურად დაალაგეთ თქვენი კუთხე კუნჭული. საშუალო საბუთების მოსაწესრიგებლადაც, აი, პარასკევის შაბათი ძალიან კარგია. თუმცა აქვე აღნიშნოთ, რომ შაბათი და კვირა განსაკუთრებით კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისა და განსაკუთრებით ქორწინებისათვის. ამ თვალსაზრისით კარგია სვეჩვის კვირა, ასევე ხელშეუწყობს შემოქმედებით მუშაობას და შემოქმედებით ინჭის ახლებურად გამოვლენას კულტურულ გასართობ ღონისძიებებში აქტიურ თქვენს ჩაბმას. ამ თვალსაზრისით მოდით ავუშვათ, რომ კვირა და მისი მეორე ნახევარი განსაკუთრებით სასიკეთოა და ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ამ ზოგადი მიმოხილვის შემდგომ კვირისა უკვე გადავიდეთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე და რასაკვირველია ყველა ნიშანს ჭირდება ისევ და ისევ დაყოფა 2 ნაწილად ამ კვირისა 16-ის მერე უკეთესობა 16-მდე ცოტა სიფრთხილე. დაიწყოთ ვერძით. ვერძებო პირველ რიგში ესე პირველ ნახევარში ჯერ 16 მ და ერგოტონუსი დაბალი გაგჯანმრთელობა არ ამდგრადი, ემოციური გაღიზიანებაც მაღალი. ამიტომ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დასახოთ. აქ ვერებში მაქსიმალური თავდაჭერა გმართებთ ირგვლივ ადამიანებთან. 16 წუთი უკვე იგრძნობთ, რომ რაღაცა იცვლება სასიკეთოდ, რაღაც პრობლემები, რომელსაც ვერ წყვეტით, რაღაც ადვილად ვითარდება და ადვილად წყდება ეს ყველაფერი. ამასთან ერთად, კვირის მეორე ნახევარში უკვე იგრძნობთ, რომ უმჯობესდება ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან, უმჯობესდება ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ამიტომ პირველ ნახევარში თუ შესაძლებელია მათთან გარკვეული კამათი და არც და სხვადასხვაობა, მეორე ნახევარში აბსოლუტური ურთიერთგაგება. ამიტომ მეორე ნახევარი ხელშეუწყობს ასევე ნათესაური ურთიერთობების გაუმჯობესებას და თუ რაღაც მემკვიდრეობით საკითხები გაქვთ გადასაწყვეტი, ჯობია 16 რიცხვის მერე გადაწყვეტოთ და არა იქამდე. იქამდე გადაწყვეტა მოიტანს მხოლოდ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს. რაც შეეხება კუროს, კუროთა ორგანიზმი ჯერ კიდევ მდგრადია, ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, ეს ნებისყოფა, ეს ყველაფერი წინა პლანზეა გამნიშანს, ამ მხრივ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ პირველი ნახევარი ცოტა რთულია 16-მდე, რატო? არ არის გამორიცხული ზოგიერთი აღმოჩნდეს სასამართლო პროცესების წინაშე ადრეული პერიოდის სირთულეების გამო. მათ შორის შეიძლება ზოგიერთ ახლობლებთანაც კი იყოს რაღაცა დავა. არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში მგზავრობა, მოგზაურობა არ იყოს მაინდამაინც სასიკეთო. მოლაპარაკება არაფრის მომტანი იქნება ამ შემთხვევაში, ამიტომ ჯობია ამისგან თავი შევიკავოთ. აი მეორე ნახევარი უკვე კუროებო გამოვიყენოთ. განსაკუთრებით 16 რიცხვიდან იგივე მოლაპარაკება გაცილებით უკეთ
იმართება, მოგზაურობაშიც ნაკლები პრობლემები გაჩნდება და უკვე მეტი იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რატო? იმიტომ რომ პირველ ნახევარში კვირისა ფეიკების ალბათობა მაღალია, შეცდომები შეიძლება დაუშვათ. ხელშეკრულებებს ხელი არ მოაწოდოთ, თუ მაინდა-მაინც აუცილებელია ყველა პუნქტს გადახედეთ მაშინ. მეორე ნახევარში ეს არ დაგჭირდება. 16 რიცხვიდან უკვე შეგიძლიათ ხელიც მოაწეროთ ადვილად, მოლაპარაკებაც აწარმოოთ, ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად წავა. ამიტომ მეორე ნახევარში შეიძლება კვირისა საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ერთობლივი შემდგომ მათთან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, საინტერესო ინფორმაცია შეიძლება გახდეს შემდგომ ახალი თქვენი იდეის ან ბიზნეს საქმიანობის საძირკველი და ასე შემდგომ. ამიტომ მეორე ნახევარი გაცილებით უფრო ეფექტურია, რომელიც ითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას ამ პერიოდში. ტყუპების ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი ჯერ დაბალია, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, ამიტომ გადაღლით თავს. გასაგებია, რომ გაქვთ ყოველთვის მუდმივად გენერირება ახალი იდეებისა, საინტერესო ორიგინალური იდეებისა, მაგრამ მაინც მოგეხდებათ პირველ ნახევარში რუტინული ყოველდღიური საქმის შესრულება, რაც უშლის ხელს თქვენი ახალი იდეების რეალიზაციას. აქედან გამომდინარე, პირველ ნახევარი ცოტა ფრთხილად გავიაროთ, არ გვინდა აქ არავითარი კაპიტალ დაბანდებები, ინვესტიციები, მნიშვნელოვანი საყიდლების გაკეთება, ამისგან ჯობია თავი შევიკავოთ. აი მეორე ნახევარი კი უკვე აქ ფრთებს გაშლით ნელ-ნელა, რატო? იმიტომ რომ ერგოტონუსი უმჯობესდება, განწყობაც უმჯობესდება, სირთულეები, რომელიც შემოდის გარედან უკვე მცირდება, ურთიერთგაგება თქვენსა და ადამიანებს შორის რადიკალურად მატულობს და აი თუ რაღაც გინდათ ინვესტიცია, საყიდლები, რაღაც გინდათ მნიშვნელოვანი დაუშვათ იქ განახორციელოთ კაპიტალ დაბანდება, ეს ყველაფერი მეორე ნახევარში კვირისა. და იგივე თქვენი იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა მეორე ნახევარში 16 რიცხვიდან გაცილებით უფრო მეტად იქნება წარმატებული და ნაყოფიერი. რაც შეეხება ისეთ ნიშანს, როგორიც არის კირჩხიბი, რასაკვირველია მთავარი ფავორიტი კირჩხიბია. ეხლა იმიტომ რომ ზე მაინც გადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, ყველაზე აქტიური, ყველაზე ენერგიული, დინამიური, ყველაზე წარმატებული ეხლა არის კირჩხიბი. ზე ძლიერი ინტუიცია, გაძლევს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, ადვილად ხდებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში, შარმი, მიზიდულობა საკმაოდ მაღალია თქვენი, იღბლიანობაც საკმაოდ მაღალი გაქვთ, მაგრამ დაგვავიწყდება, რომ სამშაბათს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა კერჩხიბში. ანუ თქვენ ხართ აქ რისკ ჯგუფში, მთავარი, ასე ვთქვათ, ფაქტორი. შესაბამისად, პირველი ნახევარი კვირის 16-მდე გაიარეთ ხილოთ, თორემ შეიძლება უცებ თქვენმა ხასიათცვალებადობამ, თქვენმა ეჭვიანობამ, თქვენმა ნეგატიურმა აზრებმა ძალიან ცუდი სამსახური გაგიწიონ და პრობლემები შეგიქმნან. მეორე ნახევარი კვირის 16-დან აი სად უნდა გაშალოთ ფრთები, იმიტომ რომ ყველაზე წარმატებული ხართ თქვენ. გინდათ ბიზნეს საქმიანობაში, გინდათ პირადი ურთიერთობების კუთხით, გინდათ ახალი საინტერესო ნაცნობობა და ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, მეორე ნახევარი მოგცემთ საშუალებას, რომ გაცილებით მეტად წარმატებული იყოთ. ამიტომ მშვენი საკითხები გაწყვეტ მეორე ნახევარში, ხოლო სამშაბათი განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს თქვენგან. რაც შეეხება ლომს, ლომი გადის ახლა რთულ პერიოდს, გარკვეული კრიზისული პერიოდი, რომელსაც ქვია დაავადების წინა ზონა, როდესაც ერგოტონუსი აქვს დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, თუმცა 16 რიცხვიდან ლომიც იგრძნობს, რომ ნელ-ნელა ჯანი ებატება, განწყობა უმჯობესდება, იღბალიც უფრო მატულობს. ეხლა ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ პირველ ნახევარში კვირისა პარტნიორულ ურთიერთობებში. აქ შეიძლება სიტუაციები დაიძაბოს თქვენსა და საქმიან ან თქვენსა და სასკვარლო პარტნიორებს შორის, ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სიტყვებს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს ემოციებს, ენასკბელი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტს ნუილაპარაკებთ, არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი არ დაიწყოთ პირველ ნახევარში. თუ მაინდა-მაინც რაღაც საკითხებია და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი უკვე 16 რიცხვიდან გადავგზავნეთ, სადაც იღბალი ცოტა მოიმატებს და იგრძნობთ, რომ 16 რიცხვის მერე პარტნიორული ურთიერთგაგება ცოტა მოიმატებს. ბევრად არა, მაგრამ უკეთესი იქნება ვიდრე პირველ ნახევარში. ამიტომ უკვე 16 რიცხვიდან ნელ-ნელა დაიწყება ლომთა გამოცოცხლება. მოდი ასე ვთქვათ. ქალწულს რაც შეეხება, ქალწულებო ენერგოტონუსი ეხლა მაღალი გაქვთ. თქვენ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, სათანადო სიმაღლეზე გაქვთ, ამიტომ აქტიური მოქმედების დროა უდავოდ და ეს კარგია. მაგრამ პირველი ნახევარი კვირისა მაინც ითხოვს თქვენგან ყურადღებას, იმიტომ რაღაც შინაგანი მარტოობის შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოთ, რაღაც შეიძლება არ წავიდეს ისე როგორც თქვენ ეს გქონდათ გამიზნული. იგივე მოლაპარაკება მთლად ისე არ წავა როგორც თქვენ ეს გინდათ. რაღაც შემაფერხებელი ფაქტორები აუცილებლად გექნებათ პირველ ნახევარში. ამიტომ პატარა ტაიმ-აუტი აიღეთ 3 დღიანი და
უკვე სადღაც 16 რიცხვიდან უკვე შევუდექით მნიშვნელოვანი იდეების პროექტების რეალიზაციას, იმიტომ რომ ამის შანსი აქ აშკარად გექნებათ. ეს ის პერიოდი, რომელსაც ფინანსური კუთხითაც შეიძლება წახვიდეთ წინ, პროფესიონალური განვითარების ახალი ეტაპი შეიძლება დაიწყოს, საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ამიტომ შესაძლებლობებით ახსოვს იქნება მეორე ნახევარი კვირისა, სადაც შარმი თქვენი ისედაც მაღალია და თან შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი კონტაქტები, მოლაპარაკებებიც კი და პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება ფრიად ნაღუპიერი უკვე კვირის მეორე ნახევარში. რაც შეეხება სასწორებს ცოტა შეზღუდულად გზნობენ თავს კვირის პირველ ნახევარში, იმიტომ თავისუფლება შეზღუდულია მათი აზრით, ყველა კრიტიკულია მათ მიმართ, ყველა რაღაცას ითხოვს, ამიტომ შეიძლება აქ პარტნიორებთანაც სახლშიც, სამსახურშიც სიტუაცია გარკვეულწილად დაიძაბოს. ენერგოტონუსი თან დაბალი, ადვილად იღლება ეს ნიშანი, შრომის უნარიანობა დაბალი აქ. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ 16 რიცხვიდან უკვე შრომის უნარიანობაც მოიმატებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება და რაც თორე სასწორი იგზნობს, რომ მეტი თავისუფლება აქვს და პრეტენზია სხვათა მხრიდან მოთხოვნა იქნება ნაკლები. პირიქით, პარტნიორული თანამშრომლობის და ფრთების გაშლის შესაძლებლობა მეტად მიეცემა. თავარი ამ კვირაში არ გაიფუჭოს ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, იმიტომ რომ ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული შემდგომი მათი პროფესიონალური წინსვლა უკვე 16 რიცხვის შემდგომ. რაც შეეხება მორიელებო, შემოკარგებო ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ თქვენ, იმიტომ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, ზეძლიერი ინტუიცია გაძლევს ზუსტი პრიორიტეტების პოვნის შესაძლებლობას და სწორ გზას ირჩევთ. ამასთან ერთად მოითამაშოთ, რომ პირველ ნახევარში კვირისა 16-მდე ცოტა ფრთხილად გზავრობა, მოგზაურობის დროს შეიძლება წრომანი, მაგრამ რაღაც პრობლემები და უსიამოვნებები შეიქმნას. თქვენი გესლიანობა, თქვენი წყენის დამახსოვრების ეჭვიანობის ტენდენციები პირველ ნახევარში იქნება საკმაოდ ზაფრი და ამათ შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა. მეორე ნახევარში ეს ყველაფერი გადაივლის. მეორე ნახევარში იქნებით გაცილებით უფრო კეთილშობილი და მეორე ნახევარი სხვაჩვენს ხელს შეუწყობს უკვე უპრობლემო მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების დამყარებას, საინტერესო პარტნიორულ თანამშრომლობას, თქვენი კომპეტენტურობა გაიზრდება, მაგრამ პირველ ნახევარში თუ რაღაც მნიშვნელოვანი გაწყვეტილება გაქვთ მისაღები, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ და გამოცდილ იურისტებთან. მეორე ნახევარი ამ ხრივ ყოველხრივ უფრო საციკეთო და წარმატებულია. შილოსანს რაც შეეხება შილოსის ერგოტონუსი ხა დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ ეცადეთ შემოკარგებო რომ პირველი ნახევარი 16-მდე ცოტა ფრთხილად გაიაროთ, არ გადაიღალოთ, კარგად გამოიძინეთ. არავითარი აქ კონფლიქტები, საქმეთა გარჩევა, უფრო მეტად პარტნიორული დაძაბულობა მატულობს. შესაბამისად ვეცადოთ რომ პირველი ნახევარში არაფერი სარისკო, არაფერი ახალი განსაკუთრებული არავითარი ხელშეკრულებები არა წარმოთ, შვიდად გავიაროთ ეს პერიოდი, არ გინდათ ურთიერთ გესლი, ურთიერთ პრეტენზიები და ასე შემდგომ ეს ხო დაძაბავს ვითარებას. 16 რიცხვიდან გაცილებით უკვე უკეთ იგრძნობ თავს. ერთი ერგოტონუსი დაიწყებს მატულოს, ენერგია მოგემატება, ჯანმრთელობა უმჯობესდება, განწყობა ემოციური უკეთესი იქნება და მეორე ნახევარში შანსები წარმატებისა რასაკვირველია იქნება გაცილებით მეტი. მათ შორის მეორე ნახევარი უკვე კვირისა ხელს უწყობს მგზავრობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს და შეიძლება მათთან საინტერესო პარტნიორულ თანამშრომლობას და სხვაჩვენს უცხოეთთან ურთიერთობის დროს შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ზოგიერთ შეიძლება გახდეს თქვენი მეგობარი, ზოგიერთი კი შეიძლება სასკვარლო პარტნიორიც კი. ამასაც არ გამოურიცხავთ. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშანს, თხისკას ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ორგანიზებულია, დისციპლინირებულია, მაგრამ 16 რიცხვამდე მისი მოტყუების თელობა ან რაღაცა დაუშვათ დანაკარგების ალბათობა, მათ შორის ქურდობის ტენდენცია თქვენ საწინააღმდეგოდ მაღალი, ამიტომ ვიღავით ყურადღებით. აკონტროლით რა ხდება ზურს უკან, ახალ მნიშვნელოვან პროექტებს და სარისკო მოქმედებებს თავი დავანებოთ. აი ამისთვის კარგია 16 რიცხვის მერე პერიოდი. აქ უკვე არა მარტო ტონუსი მატულობს, იღბლიანობაც უმჯობესდება. ამიტომ მეორე ნახევარში თქვენ უკვე შეძლებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ერთ-ერთი რაც თქვენ მოგეთხოვებათ ამ პერიოდში ენაზე კბილის დაჭერა. ნაცრისფერი კარდინალი უნდა იყოს, ზედმეტი არ ილაპარაკო და ისე განახორციელოთ. გინდათ პარტნიორული თანამშრომლობა იყოს, გინდათ თქვენი ინდივიდუალური საქმიანობა მეორე ნახევარში ფინანსებსაც გაუმჯობესებთ. პროფესიონალურადაც წახვალ წინ და თუ პარტნიორული პრობლემები იყო, პარტნიორულ ურთიერთობებსაც გაუმჯობესებთ. რაც შეეხება მერწყული ასუკელა პირველ ნახევარში ცოტა იტანჯება, რატო? მისი თავისუფლება იკვეცება. აქაც ურთიერთ პრეტენზიები განსაკუთრებით პარტნიორებთან, საქმიან ბიზნეს, იგივე დაუშვათ სასკვარლო პარტნიორებთან მატულობს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, კონფლიქტების, გაუგებრობების ტენდენცია, ამიტომ
ძალიან ფრთხილად ვიმოქმედოთ. ნუ იქნება ზედმეტად ჯიუტი, ხისტი, სუსტრაფი, იმპულსური 16 რიცხვამდე ეს ყველაფერი მხოლოდ დანაკარგების და პრობლემების მომტანი იქნება. 16 რიცხვიდან უკვე თქვენი გზნობ თავისუფლება მატულობს ურთიერთგაგება უმჯობესდება, პარტნიორული თანამშრომლობა რაც თავარია ლაგდება. და პარტნიორული ურთიერთობა სასკვარლო თუნდაც გაცილებით უკეთესად წარიმართება, რაც მოგცემს საშუალებას იმისა, რომ პრომეტად წარმატებული იყოთ, მეორე ნახევარი ხელს შეუწყობს თქვენი აზრების, თქვენი ურთიერთობების, თქვენი საქმეების დალაგებას და სწორად წარმართოს. რაც შეეხება თევზებო, ერთ-ერთი ფავორიტი ხარ თქვენ, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, საინტერესო შარმი გაქვთ, მეზიდულობა და შემოქმედებითი კარგი ნიჭი უნარი, მაგრამ 16 რიცხვამდე ცოტა ყურადღებით შველებთან მიმართებაში აქ სიტუაცია არ დაეძაბოს, ან შველებს თუ რაღაცა პრობლემა შეექმნას, გვერდით უნდა იყოთ ამ დროს. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. რატო? იმიტომ რომ აქ შველებთან ურთიერთგაგებაც მატულობს, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია 16 რიცხვიდან უკვე პარტნიორული თანამშრომლობაც და სასკვარლო კონტაქტი მეტად ნაყოფიერი იქნება და იდეების რეალიზაცია, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძლიერი ინტუიციის მეშვეობით, სწორი პრიორიტეტების დალაგება და სწორი არჩევანის გაკეთება უკვე თქვენს მხარეს იქნება. ამიტომ 16 რიცხვიდან შეუდექით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს და იყავით წარმატებული. ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებული, ესე იგი ხვალ არის ახალი მთვარე. ზეგსრულდება უარყოფითი ენერგოველით, საიდანაც გამოვა დედამიწა და უკვე 16-დან შევძლებთ რომ გადავატრიალოთ მთები და მიზანს მივაღწიოთ ძალიან გააზრებულად. ჩვენ რასაკვირველი ამ ფორმატში შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ორშაბათს. მანამდე მადლობა გიხდით ყურადღებისთვის და დროებით დაგემშვიდობებით.